ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იწყებს კამპანიას გახსოვდეს აფხაზეთი, გახსოვდეს დევნილები. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ბესო შენგელიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აფხაზეთის საკითხი იქნება როგორც საერთაშორისო, ისე შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან, ხოლო მმართველი ძალა ვერ დაარიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. შენგელია განმარტავს, რომ ნაციონალური მოძრაობის კამპანია ორ ძირითად მიმართულებას ეფუძნება და 10 კონკრეტულ ინიციატივას მოიცავს. სოციალური მიმართულება შემდეგია. დევნილთა 45 ლარიანი შემწეობა დაუყოვნებლივ უნდა გაიზარდოს და გაუთანაბრდეს საარსებო მინიმუმს. დევნილთა განსახლების პროგრამას სრული ფორმირება, კორუფციის აღმოფხვრა და ეგრეთ წოდებული ქულათა უსამართლო სისტემის გადახედვა და ეფექტიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება. დევნილთათვის ახალი სოციალური ჯანდაცვის პროგრამების შექმნა, დევნილი სტუდენტებისათვის სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნა, დევნილთა დასაქმების ხელშეწყობი პროგრამების გააქტიურება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შენარჩუნება, გაძლიერება და გამტკიცება. გენოციდისა და ეთნიკური წესდის სხვებთა ოფიციალური აღიარება, მათთვის შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის მინიჭება და მათი სოციალური გარანტიების გათანაბრება ომის მონაწილეებთან და დაზარალებულთა უფლებებთან.